გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? ძალიან დავიკარგე. დღეს კვირაა და ფაქტიურად მთელი დღე ძილში გავატარე. როდექი ანასტასიას ვეუბნები, მე მგონი დიდი ვირა ვარ. ეხლა ცხელ შოკოლადს გავიკეთებ. ცოტა გუნდსა მინდა, წინა დღეებში კუჭი მტკიოდა და ახლა ყავას ავსვავ მაგიტო. ჩამოვასხათ ერთად ახლა შოკოლადი. ესეთი უნივერსალური აპარატი მაქვს. ყავასაც აკეთებს. შოკოლადსაც აკეთებს. და ჩაის კაფსული მიციყედება ამის. ოკეი, ეს გავიმზადოთ. გამწვანდება ჩამოვასხოთ. დავადოთ 2 წამი. ვიბრაცია. აი და მოგდოს ჩექა. გამზადდა. სტრესს დავამატებ. სიტკვა განეიტრალო, ძალიან ტკბილი არის. შოკოლადები ძალიან ტკბილია. კაფსულაც გამოვიღოთ. გავიდეთ აივანზე და ცოტა ვიჭორავთ. გადმოვინაცვლე ახლა აივანზე. ვიმზადოთ ატრიბუტები. მოკლედ ძალიან დავიკარგე. რაღაცნაირად ისევა, რომ ვერ მოვედი თქვენამდე. რაც მოხდა, იმებს მოვყვები რა. მომაფხიზლოს ერთი კარგი. მოკლედ 16 რიცხვში მივიდა პოლიცია ჩემთან. ახლა იმედია ისმის ახლა მიკროფონის გამოტანა მეზარება. მოკლედ 16-ში იყო ჩემთან პოლიცია მოსული. ოღონდ სახში არ შემოსულა. 2 ქალი იყო მოსული. მითხრა რა ესო შენ დოკუმენტებიო წარმომიდგინე, ქართველები ცხოვრობთო აქ ამის ამაზეო და კი მეთქი და შენ დოკუმენტები რო წარმომიდგინე, მეთქი კარგი თქო. გამოვედი და ნერვიულობაზე ჩემი დოკუმენტი რა ქოსტური და რაც გამომატარეს ქსერვას ჩემი პასპორტის ეკავიღე, ეს აქვს მისტიპლირებული 8 პუნქტამენტი მაქვს 12 რიცხვში და ანასტასიის პასპორტი ვიპოვე და რა ვიცი ნერვიულობაზე ელენიცი ვეღარ ვიპოვე რა. მე ანასტასიას ხარის მომიძებნე გამომიტანე თქო და მე გავედი ისინი გაუტანე მანამდე. ხოდა უყურებს ახლა ამ ფურცლებს მე რაც მივეცი და ეს არ მინდაო კაცო, შენ დოკუმენტები მინდაო, ეს არაო რა. და ახლა მე ვხსნი რომ ჩემი პასპორტი თქო დატოვებული მაქვს თქო იმაში ფესტურაში რა, თან არ მაქვს და იქიდან გამომატანეს მეთქი ეს და უყურებს ატრიალებს ეს კოკო ამას და მე გამოვართვე. ზემოდან ხო აპონტამენტო მაქვს დასტეპლერებული და დაბლა იყო ჩემი პასპორტის ქსერვასი რა და გადავუშალე მეთქი ეს მე ვარ თქო. ხო კარგიო. მე ანასტასიას პასპორტი გამომართვა. შეხედა ახლა ბავშვად შეხედა. ახლა შეჭირა რაღაც ამობეჭდელი ფურცელი, ალბათ გადმოგზავნილი ფურცელი უფრო იქნებოდა, ანუ საბუთი რა. რომ გადაემოწმებინათ ალბათ მისამართზე მართლა ვიყავით თუ არა. გადაამოწმეს თარიღი, ანასტასიას დაბადების წელი რიცხვი. და ამ დროს მოტანილი ხო ქონდა ანასტასიას ელენეს და ელენე გამოსული არ იყო ძალიან მორიდებულია და
არ ვიცი, ეგეთ ამბებში არ გამოდის ხოლმე არა, თუ ანასტასია უფრო გამოგვიჩნდა და მდგება და ელენი არა. მით უმეტეს ხალხმრავლობა როცა არის, და ნუ ვინმე მოდის რაღაცა საკითხი არის თავისთვის და ელენეო სახლშიაო და კი მეთქი. გამოდით ხო გამოუძახე ელენეს და არ მინდა იმათაც ხო ეს მოდი ხა ის უწუწუდე. გამოდი გოგო დაენახე თქო რა, ხო რა. გამოყო თავი, არ თავი გამოყო რა იმას დაანახება და ჩაო მიესალმა. ეძინაო და კი მეთქი ეძინა. მოვატყვე ხო ეძინა თქო რა. ხო რა. მე მეკითხეს რა ანუ ამ სახლის პატრონსო რა ქვიაო, სახელი მითხრა და კი მეთქი ეგ სახელია თქო უთხარი. გვარიც მითხრა, ნუ ეს გვარიაო და ნუ არ ვიცი არ მახსოვს მეთქი, გვარი არ მახსოვს თქო სახელი უთხარი მარტო რა. შენო ჩაწერა გააქვსო აქო და არა მეთქი მოწვევა მაქვს თქო მარტო რა. ჩაწერა არ მაქვს, იმიტომ რომ მეთქი საკუთრებიც არ მაქვს თქო რა. ხო და კარგიო. მოკლედ კაი ნოტაზე დაგვემშვიდობა. თუმცა არცახში არ შემოსულა არაფერი, ესენი გადაამოწმა, მომცა. კარგიო. ეს მეთქი. ოკეი, დავემშვიდობე. მადლობაც მოვუხადე. და წავიდნენ. რა ვიცი არ მეთქვია ეგ ახლა მაგ დროს არც სამსახურში მეთქვია, ანუ შაბათი დღე იყო და არც მეორე დღეს არაფერი. ხა ამ სახლის პატრონისთვისაც არაფერი არ მეთქვია, რომ ხა ჩემთან მოვიდნენ ხა იმის მიზეზით ხო არ იყვნენ მოსულები და მაგის მერე 1-4 დღის მერე მომწერა სახლის პატრონმა, რომ პოლიცია იყო მოსულიო და კი ჩემი საბუთები აინტერესებდათ თქო და მაგასთან დაკავშირებით იყვნენ მეთქი მოსულები სახლში არ შემოსულან. თქო მე ვფიქრობ, რომ ვიდეო კამერები ხო აყენია აქ სახლთან და ალბათ მანდ თუ გადაამოწმა ან ვინმემ დაური გაუთხრა. ან კამერებიდან არ ვიცი. იმიტომ რომ კითხა მოსულები იყვენო და მე რომ ვიწერე რომ კი იყო სახლში არ შემოსულან. ხოლო ჩემი დოკუმენტები გადაამოწმეს და ვსიო თქო, ანუ არაფერი აღარ მოვუწო, ოკო მომწერე და ვსიო, მეტი არაფერი. ხო და ესე კარგად ჩაიარა ამ შემოწმებამ. გამიმართლა იმაში, რომ სამსახურიდან ზუსტად 5 წუთის მოსული ვიყავი, საღამოს 6 საათზე მოვიდნენ. აი 7-ის 5 წუთი იყო რა, ანუ 18 და 5 ეგრე. ზუსტად ახალი მოსული ვიყავი. მე რო ხა ზედმეტად გავჩერებული ვიყავი. თან ტეკლა მეძალებოდა გზაში შემხდა, რა უწამოდი ჩვენთან შემოიარო და მეთქი არა სახლში მივდივარ თქო და რო შემევრო ის 5 წუთი ხო დამაგვიანდებოდა. იმათაც სახლში არ დავხვდებოდი მერე. დროულად მოვედი რა, რომ მოვედი თან კარები მქონდა ღია დატოვებული რომ მეთქი. ცოტა ორპილი დატრიალებული იყო, ჩახუთულობა იყო, კონდიციონერი კი მქონდა ჩართული, მაგრამ რაღაცა ჩახუთულობა იყო მაინც რა და განიავდეს თქო სახლი. თან ღია კარებში ან დააზარუნეს რა, ანუ არ შემოსულა არაფერი ჩაოლებრივად. მე ვფიქრობდი რომ რა კარგია რომ ნაყიდი ჰოსპიტალიტა არ მქონდა, ან ნაყიდი ჰოსპიტალიტას დროს ხო მისამართში რო წერი, ანუ რეალურად ხო არ ცხოვრობ, ანუ შესამოწმებად რომ მიდიან და არ ხვდები ადგილზე, ანუ მაგ დროს მე ვფიქრობ რომ რაღაცა მინუსები გეწერება ადგილზე რო არ ხვდები და რო იტყუები, ხო? აკმაყოფილი ვარ ჩემი მოთმინებისთვის. დამბალია. იმიტომ რომ მზად ვიყავი, რომ ფული გადამეხადა ჰოსპიტალიტას გამო. სანამ ჩემი სახლის მეპატრონები თანხმობას მეტყოდა, ხა ამდენი თვის განმავლობაში რომ ვესაუბრებოდი და ვეუბნეოდი, რომ ანუ ჭირდება ჩემი საბუთების დასაწყებად, აი ხუი და სანამ დარწმუნდა ეს მართლა მას საფრთხეს არაფერს არ უქმნიდა. მე ძახის დრო გადიოდა, მე პარალელურად ვეძებდი სხვა გზებსაც. და ბარიდან დამირეკე სხვათა შორის და მითხრეს რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიცაც შეეძლო ჩემს ჰოსპიტალიტეს გაკეთება, რომელშიც უნდა გადამეხადა 200 ევრო.
ამ დროს უკვე ამ ადამიანს ნათქვამი ჰქონდა ჩემთვის, რომ თანახმა იყო და შემივსებდა ამ ფორმას. მადლობა მას ამისთვის. კიდევ კაი, ახლა რო ვფიქრობ, ძალიან აბდაუბდათ იქნებოდა ჩემი ამბავი, ახლა მე რო იქ რაღაცა ეს ჰოსპიტალი და იქიდან მქონოდა, მე აქეთ შემეტანა და აი არ ვიცი რა იქნებოდა მოკლედ რა. ეგ მომწონს. რა, ანუ ესე დალაგებულად გამოვიდა ჩემი ამბავი, გვიან, მაგრამ ნუ ნიჩიო. შობს გვიან ვიდრე არა, თოს თავარია გამოვიდესა. ხო, ანუ ახლა როგორც მითხრეს, რომ შესაძლებელია რომ სოციალიც მოვიდეს და უკვე სოციალში ეძლება სახლში შემოსვლა და ანუ დეტალურად დაგვეთვალიერებენ რა როგორ რანაირად ან ყველაფერს შეამოწმებენო რა. ახოთ მზად ვართ ჩვენ სოციალსაც სიხარულით მივიღებთ. მაინც ძალიან ტკბილი არც ეხო ჩავამატე მაინც. შაქროს ვსავყავასაც და ჩაისაც და ყველაფერსაც და ეს კაფსულები არის შაქრიანი დოლჩი. მოკლედ ესე. ეხლა ვფიქრობ რომ ამ ჩემი სახლის მეპატრონეს გავუგზავნო მესიჯი. სელაპარაკეთ ვერ დაველაპარაკები რა და მესიც გავუგზავნი რომ მე რომ მივალ ვეტყვი ამ სახლში ფულს არ ვიხდი, მხოლოდ გადასახადებს ვიხდი. თქვენ რო იცოდეს რა, ანუ რამე პრობლემები ვარ შეექმნეს იმ დღის მერე უკვე, ანუ ჩემ ყველა პასუხზე რაღაცა ძალიან და გავიარო და დავფიქრდე, ვინმეს რამე პრობლემა არ შეექმნას და ანუ ამის გამო ვფიქრობ რომ მესიჯი მივწერო მაგასთან დაკავშირებით, რომ იცოდეს, რომ მაგის თქმას ვაპირებ, რომ მე ამ სახლში ანუ ქირის ფულს არ ვიხდი. მხოლოდ გადასახადებს ვიხდი, ანუ მის კეთილნებით ვარ აქ. ნებას კლავებს დაიწერს, თუ ქულებს დაიწერს. არ ვიცი, ანუ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, ანუ ესე იმიტომ მინდა რომ რაღაცა პრობლემები არ შეექმნას, იმიტომ რომ მე უსაბუთო ვარ და ანუ უსაბუთოს კონტრაქტოდ უფლება არ აქვს რომ ბინა გააქირავო. ესე შავად აქირავებენ და მართლა ამ კაცმა კარგი გამიკეთა რომ შემომიშვა, მინდო და ეხლა ჩემ გამო პრობლემები შეექმნას, ნამდვილად არ მინდა. თუმცა ხო იცოდა რომ ესე ვიწყებდი საბუთებს და რამე და თვითონ არც არაფერი არ უთქვია რომ ან ესე თქვი, ან ისე თქვი, ან ისა, ან ეს, ანუ არაფერი საერთოდ. ანუ ჩემი მხრიდან იქნება ეგ წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ანუ წინასწარ იცოდეს რომ ანუ არაფერი შიში არ ქონდეს. მასე ვაპირებ. ესე ჩაიარა ამ რამდენი ხანი არ შემოსულა თქვენთან. რამის 2 კვირა მე მგონი. ამ 2 კვირის მანძილზე რა მოხდა კიდე. 2 დღის წინ სამსახურიდან ვიყავი ზღვაზე წასული მთელი დღე. მე რომ გადავდი ან ესე თეკლა მირეკავდა და მოიცე და არ მცალია მეთქი ვმუშაობ. ზღვაზე ხო ვიყავი თან თორე დამცინოდა და შენნაირი სამსახური მინდაო. ძალიან კარგი ოჯახია მართლა ის რომ მიდიოდნენ ვიცოდი რა. პირველად არ წავედი ხო უკვე მეორედ ვიყავი ამათთან ერთად ზღვაზე წასული და წინა დღეს კი მითხრეს რომ ხოლმე მის მეგობრები აპატიჟებიან ზღვაზეო რა, მისთანაც მუშაობდა. იქ მივდივართ, მაგრამ არ ვთქვია რომ შენს გაიმზადე, იმიტომ რომ სუპირველად რო წავიდე, წინა დღესით მითხრეს რომ გაიმზადე და წამოდიო რა. მაგ დღეს მეუბნება რომ თვითონ უკან მზადიყვნენ და გინდა წამოსვლაო. ხო და ნუ რა ვიცი თქვენ თუ გინდათ თუ არა, გეკითხები რომ არ მინდა რომ ან დაგაძალო იქ ზოგს არ უყვარსო სხვა და ნუ თუ გიყვარსო და თუ გინდაო წამოდიო თან სამუშაო საათებშიცო ჩაგეთვლება უბრალოდ 1-2 საათია დავაგვიანებ ჩამოსვლას მეთქი. მოვდივარ. წადი სახშიო მეთქი ახლა გამოსაცვლელებიც არა მაქვს თქო დავიწყე წუწუნე. არ უშავრაო კაცი, წადიო გამოიცვალე, უგეკითხავ წაგიყვანო.
კი შეგაიხარე. მოვქანდი. რას არ გამოვქანდებ? აი, იქ როგორ იყო იცი? და წავედით მოკლედ. ზედმეტად. ნინომ ძეში არ იყო. აი, ბავშვებს რო დასწრებენ დედები, ხო იცი? დიდი ხანი ძეზე არ გაჩერდე. მოდი აქეთ სტილში დაჯექი. და ნუ აი რაღაცნაირად დამფუფინებდა და მსიამოვნებდა. რაღაცნაირად ესე პატრონობს უცხო მიწაზე ვიღაც. სასიამოვნოა. იმის მე რომ მომიყვანა. რა ჩამოვედი, всё. აღარც მივსულა, აღარც დამიბარა. სამუშაო დღეთ ჩამეთვალა, ეგ ზღვაზე წასვლა რა. ძალიან კმაყოფილები ვიყავით ყველა. ისეთი არაფერი სხვა, ანუ ასე ჩაიარა ამ დღეებმა. რამდენიმეჯერ ვიყავით გასული. გასერთობათაც, ესეც სერიოზული არაფერი. მოკლედ ესე ჩემი მეგობრებო. ვეცდები რომ ანუ ვიაქტიურო და მალ-მალე შემოვიდე ხოლმე. დღეს რაღაცნაირად ძალიან მუშამული ამინდია. თან მთელი დღე მეძინა ფაქტიურად. ძალიან მოდუნებული ვარ. ყველას კარგ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ მეგობრებო. ვიზრდებით და ძალიან მიხარია. ფიქრობ რომ მალე აგვიგრილდება და ესეც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სიგარილი არის ჩემი, გაზაფხული და შემოდგომა არის ჩემი. ნამეტანი არ სიცხე მიყვარს. არც სიცივი არ მიყვარს. დაგემშვიდობებით, დროებით. ვეცდები რომ ხშირად შემოვიდე ხოლმე თქვენთან და რა ვიცი, ვიდეოებს თუ არა ლაივები მაინც ჩავთვალ ხშირად. გაკოცეთ ბევრი დიდი მადლობები დროებით.